მოკლედ ჩემო ნიკოლოზ უკვე დადგა დრო სტუდიაში მოვიწვიოთ ადამიანები რომლებიც ამ კარგ სერიალს ასე წარმოადგენენ ჩემო კარგო და ხალხი რომელიც ჩვენმა მაყურებელმა შეიყვარა აუცილებლად მოკლედ ბევრი საუბარი ამას არ უნდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან მიხო და მარო სერიალის მსახიობები ეს მეგონა რაღაცა პანაშვილის მაგვარს ვიღებთ რამდენი კოცდა გეგემ ხო იცი რა თქმა უნდა შემოვიდა საბატიო ადგილზე მე ნუ გამიშვეს პირველი მკვდარი ვარ მაისო არა ბოლოდ გამოვა სიცხვილე არ დაიყოს ძალიან სასიამოვნოა მეგობრებო მოკლედ მიხვდით ალბათ და იცით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრობის მიზეზი არის რა რომ უკვე 16 მაისიდან კურიერის დამთავრების შემდეგ საღამოს 10-ზე რუსთავი 2-ზე მიხო და მარო ესე იგი არსად გასაშვები ესენი არ არიან გადავალთ აგერ კომედია ხსევდა ამდენი ხანია როგორც შეიძლება დაარჩენ იქ და სანამ არ მივაკითხე და ვაცამუცით გადმოვიყვანე აქეთ არა ვერ გავწელით მაინც ესე იგი როგორ არის იცით ჩემო ნიკოლოზ რომ მე ვთხარი არ გეცვათ მეთქი მიხო და მაროს იქნება რამენაირად მეთქი გამოიჩინოთ თავი ეთყობა ამათმა ვერ გაიგეს ამათ ძალიან გაიგეს ნამეტანი შეგადა მიცვალებული ეძახე შედა ყველაზე სტაბილურად ჩაცურდება შევიგეგება წეწვა გლეჯვა გვაქვს რა ნუ მოგეხსენებათ რომ ეხა კახეთში ვითარდება მოქმედება და შესაბამისად ხშირია ეხა სახლში ამბავი რომ ხალათში იყვნენ და ასე შემდეგ და წეწვა გლეჯვა გვაქვს ქალბატონ სიდეს და მე რომ სულ უნდა რომ ლამაზად ეცას მეუბნები არ არის ასე რაღაცა სახლში ხარ ამბავი და დღეს ასე ბძღვიანით შემოვიდა ქალბატონი ეთე ხალხი იყო რარი ვარ ვერ ვიღებ ხმას გოგონებო და ბიჭებო რა ვიცი ძალიან გამიხარდა მე თქვენთან ერთად და მინდა რომ ესე იგი ძალიან მაგარი სერიები ელოდებათ და გელოდებათ ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რა თქმა უნდა გადაღებები არ გაჩერდება ივნისი და მიხარია რომ ჩვენ მშობლიურ არხს სადაც ეს სერიალი დაიბადა უბრუნდება და მოკლედ კიდევ ერთხელ ინფორმაციისთვის ვართ ჩვენ ეს ბლოკი და სანამ ეხლა ხუმრობებზე გადავალთ ამა თუ იმ ისტორიებზე რომ მეტი ხალისი მივცეთ დღევანდელ გადაცემას კიდევ ერთხელ გეტყვით რომ უკვე შაბათს და კვირას რუსთავი 2-ზე საღამოს 22-ზე მიხო და მარო მოდი ეხლა ცოცხლებიდან დავიწყე რა რთულია ეხლა უცბად მოხდა ეს ყველაფერი კი რამოდენიმე მაინც უნდა თქვა ცოცხლებმა მერე გადავალთ მიცვალებულის მერე ისევ ცოცხლებს დაუბრუნდები როგორც უფრაზია რა ჩვეულებრივია მოდი აბა ქიშვადას ბიჭო დიდი ხანი არ ყოფილხარ და გეხარდებათ კე სოფელში კი ბატონო რა სამო ბიჭო სად გაიდიხარო მეუბნეუნე სად გაიდიხარო და კომედი არხის სხვათა შორის აი ძალიან გამიხარდა რომ რუსთავი 2-ზე დავბრუნდით იმიტომ რომ ეგ რა ნომერზიაო პულტზე რომელ უნდა დავაჭიროო და მე რა ვიცი ყველა ტელევიზორ თავისი ის აქვს მე ეუბნებოდი კაცო მე რა ვიცი გინდა 5-იან დააჭირე გინდა იმან სადულ გიყუროთო მეუბნებოდნენ და ეხლა უყველა ვიცი რომ რუსთავი 2 რომელზეა და ძალიან გამიხარდა რომ დავბრუნდით მადლობა ყველას მადლობა პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს რომ მათმა განაპირობეს რეიტინგიდან გამომდინარე რომ ეს ჩვენ აქ ვართ რა თქმა უნდა მოკლედ ეხლა ხო სუდალევაზე და ლოთობაზე მალაპარაკებ ხოლმე და ეხლა ჭამაზე უნდა ვილაპარაკო კი ბატონო სხვათა შორის ძალიან სხვადასხვა თემებია ერთმანეთისგან და შორს არის რა მოკლედ ბიჭო ჩვენებურები იყვნენ ყოჩაღები რა აი უმოწყალო მჭამებლები აი მჭამელები ისეთი რომ რავი აი დაუნდობლები რა წავიდნენ ქელეხში გვერდზე რაიონში და ჯერ ხო იქ ხო განახერგეს ესე იგი სინი ვერ გააცილე რა რაც აქამდე ამათამდე მიდის სუთითონ აი ჭამენ ყველაფერს
იქიდან დაბრუნდნენ და მატარებლით ვიყავითო ერთ-ერთის მონაყოლია და მერე რო ჩამოვედითო სადგურშიო ხინკალი კეთებულა 20 ხინკალი ვჭამეთო კიდე 20 ხინკალი ჭამეს ხელეხიდან მობრუნებულებმა და ერთი ავიდა და უშუქობა რა ეგრე ხელით ეძება მიკლუ ჩატელი უხდება რა როგორც უხდება ისე მოყე მიკლუთა რომ ვერ იპოვა ბარბაცით წამოვიდა და ეგრე მაგიდათან დაჯდა ხელების ცეცებით იპოვა რომ პური და მარილი და სუფრაზე და მწვანილი აიღებს ამ მწვანილ მარილში ჩააწობს და პურს არა მწვანილს აჭამს კიდე ბიჭო ამ ხელეხიდან 20 ხინკალ დაჭამ აი ჭამაში დეძინა და ძილით ცოლი აიგრე აჯანჯღარებს ვაი შენ მოუკვდი შენ პატრონსო შალოთო შეამოსაგდებო შაუარგისო შენაო რაგინა ქალო რა ხდება რა თაუში ხბო არა ქალო რა ხბოა უშიო მარა იყო შემეხდასაცემო აი ხ მაგიდაზეო 2000 პამიდრი ჩითილი მეტო საწავდა ხალი ხაბე პამიდრი ჩითილი ჭამა ბიჭო ორი მარილი პამიდრი ჩითილი ეხლა ოიცე სო მიხაზე მაგთემა ჩემი თემატურია მითხარ ხო მიხა შევიდა სუპერმარკეტში რა და რო გამოვიდა ძალიან ჩაფიქრებულია და მაგაცა რას ფიქრობ ბიჭო კვერცხის ფასი ვიკითხებო რა და თუ ისეთი აზრი მომივიდაო რომ დედალმა და მამალმა იჩხუბესო და ალიმეც მევიხდიეს დედა ეს შაბათი კვირა გავატარე მშობლიურ სურამხარში. შენ გენაცვალე, ავთო რა ჩვენო, ჩემი ძმაკაცი. არის ასე კარგი მამაშვილობა აქვს. ეთყობა რომ იქ გაატარა, იქ 4 კაცის ჟაკეტ სამზე მეტი ვერა. ორი დღე არ გამოვხიზლებულა მართლა და ძალიან საყვარელი ბიჭები არიან. ერთ-ერთს ქონდა განსაკუთრებული იუმორის ნიჭი რა და ზაზიკაშვილი გიგა ჩვენი მეგობარი ძმა და ისყვება რომ ბაზარში შევედიო კურტკის საკითხს ზამთარი მოდის ხო და ხო იცი გამყიდველები შანსი არის როდესაც თვალი წაიგორდეს რაღაცას გაცვიაზებოდა რომ ხო შანსი არ არის და კურტკა მომეწონა და აი ის კურტკა თუ შეიძლება მაგრამ არ მინდა არა რატო და პატარა ჩავს რას ლაპარაკო შეტაზიო შეკერიდიო გადმომიღო და აი ესე რომ წამოვაცო ჯერო ხელები ასება ხო და ვერ მომაქო ახლოს რა ბიჭო კურტკა არ მოგიგოსო კურტკა მიდიო მეც ეკლა მეჭიდავები ამ კურტკას და როგორც იქნაო წამოვისიო ტაზე და ესე მაქო ხელები კაი შტანგისტი ვიცო რა და როგორ მოგწოს ეს მეკითხებოდა რა ვიხე მე შემცვალ კარგიაო მე ხო და თუ კარგიაო ფული გადაიხადეო მოდი ჩაყავი ჯიბეში ხელი შენი და ვერ ვიღებ ახლა ვერ ვიქოდა შეტანზია ხო და ერთ კიდე მოყვევი რა ბარემ ეს ბიჭები არიან დისტრიბუციაში და თავის ბიზნესები აქვს და ერთ-ერთს მოგებული აქვს ისა რა ქვია ტენდერი დელფინარიუმს ყვევავს აჭმევს დელფინებს რა და ჩავიტანეთო დელფინებისთვის თევზებიო და რაღაც დასაჭერად არ გაუხადო საქმე. არა, საუკეთესო თევზი ჩავიტანეთო რა და ისე ეს ამოვნაო დელფინსო, ამოხტაო და წელამდე ამოვიდა და ასეკნაო. ასეო და რა თვითონ ზაფხულისთვის ეს წინა ადგილები თქვენიაო. დელფინარიუმში აპატია. მე მადლობას ვუხდი არა ნაბატია. აბა, იშვა. ეხლა კიდე ჭამაზე რა. კი ბატონო. დღეს ჭამაზე ვარ ორიენტირებული, მოკლედ დალევა. აბა დალევით უკვე ხარ დალეული. მისაყოლებელი ხო უნდა. ხო და მამაშვილნი იყვნენ ეხლა არ დავასახელებ რა, როგორც ყოველთვის. იგრე გამოთქვი მამაშვილი ხვდებით ვინც არის. კი ბატონო. ხო და 90-იანი წლებია ბიჭო და ეხლა ხაში რესტორნები თბილისში ჭირს სად არის კახეთში რესტორანს რა უნდა რომ დელი პაკმელიაზე ხაში ჭამო რაღაც და თუ ხაში გინდა უნდა იყიდო რა გაიგორო სადღაც როხა დაიკლა სადღაც რაღაცა მოხდა და წავხვიდე და იყიდო გააკეთო შენთან მოხარჩო მოგლეთ ამ შვილმა მაიტანა გაიგორო როხა დაიკლა და ეს გასაკეთებელი ხაში პირდაპირ მაიტანა სახში და მამამის უთხრა რომ მაიტაო ხაში მოვიტანეო ორივე მაგარი მჭამელები მოკეიფები მაიტაო გავაკეთო თუ და დილაზე უბანმა ვიქეიფოთო ეხლა ორნი ხო ვერ შეჭამენ ამდენ ხაში
მამამისმა უთხრა მე ხაში არ მიყვარცო და ეგე შენაო ეგე უბანიო რაც გინდა იცაქენიო გინდა წავიდა საქეიფოდ დილა თენდება და სიტუაცია არის ამგვარი რომ ეს 1-40 კაცზე გაშლილი მაგიდები ნიორი პური არაკი 4 ხვედრიანი ქვაბით ხაში და რიგში მთელი უბანი და მამამისი მეორე დგა რიგში პახმელიაზეა ეს ხო გავიწავიდა გაწყდა მეორე დგა ეს შვილი ასხავს ჩამჩით იქ განაწილებაზე დგა რომ ყველას დაურიგოს პირველი ჯონდო დგა ამის მეზობელი ჯონდოს ყველაფერი ბარაქიანად დაუსხა და მამამის ერთ საწუნე წვენი დაუსხა მარტო და გაგიჟდა ეკაცი კაცო ხან ჯამს შეიხედავს ხან ჯონდოი შეიხედავს შვილ შეიხედავს ვერ მიხვდა რა მოხდა ეს რა არისო შვილო უთხრა ეს ის არისო რომ შენაო წუხელო თავი თვითეო გენაცვალეო და იცი რა ხელა პატივიმცა ჯონდომო წუხელო თელი ხაჩი ამან გააკეთაო შესაბამისათო ამან დაიმსახურაო შენ არაო კარგიო აიგრია მატერიალ და უკან ჩაგვარა თუ წუხელ ჯონდომ ამდენი პატივი იქცაო მაშინ ამაღამ დედაც ამან წავიდა მე წავედი საბაგიერო მოდი გოგოები ხა მარიამს სულ ახლა ქორწილი ქონდა მიულოცოთ კიდე დავათხოვე ჩემი ეთო მოდი მარიამ რაღაცა მაგარი გაქვს ხოლმე შენახული და ნახოთ და მოვყვე მანქანებზე ნუ მანქანის ტარება რო ვისწავლე თავიდან ვიცოდი მარტო წინ სიარული და ყველა რაღაცა დიჯად ყובה კახურა მე მიწოლა ვიცოდი ტარება რო ვისწავლე შენ ეხლაც არიცი მე ვისწავლე დამეშვა საბურავი და დავურეკე მამა ჩემს რომ მამა მეთქი საბურავი დამეშვა რა გავაკეთო აი მგონია რომ გავაფუჭე ყველაფერი და როგორ არისო ხა ძალიან არისო რომ სახლამდე მოხვალო აინტერესებს და არა მეთქი მარტო ქვემოდან არის დაშვებული მეთქი აცხონო შენი ფიზიკის მასწავლებელი გურჯანელზე რომ მოგეყოლა კიდე და ამინთო რაღაცამ ერთხელ ეს სხვა ისტორია ამინთო რაღაცამ და ნუ ჩავარდი პანიკაში რომ მანქანაში რაღაცა ანთია და ვერ ვიგებ რა არის და გავიგე ელექტრიკი მეგრელას ნომერი და დავურეკე და ვუხსნი რომ ესე რაღაცა ხაზია ორი რკალი მერე წერტილი ეს ანთია რა უნდა გავაკეთოთ და მუშაობ ეხლა და ხვალ მოდიო ნახავო და ჩავაქროფო რაღაცა ენთო არ მაკმაყოფილებს ეს პასუხი რომ ხვალ მგონია რომ სადმე გავჩერდები და ეხლავე მინდა და აი მეთქი ესე ანთია და აი რომ მოვალ კაპოტს ახდით თუ როგორ და მინდა რომ ყველაფერი გავიგო როგორ გაკეთდება და ხო ხვალვე იქნება და ხვალ 10 საათზე მოდითო და აუცილებლადო ნახავო და შევხედოთო რა იქნება კიდე ვერ ვისვენებ ცოტა ხანში კიდე დაურეკე მეთქი აი ხვალ 10-ზე რომ მოვალ ესე 11-12-ის ნახევარზე ხო იქნება და მესმის აი ესეთი ხნეშა და ქალბატონო ბნელ ოთახში ცოცხალ ბალღებს ვაკეთებოდა მაგას ვერ გავაკეთებო ეგ მეგრელა იყო შენ ქორწილში წუთ სოფელი რომ ამაძულა რო ვერ ვაჩერებდი შემთხვევაში ჩალახოცა ცეკვამდა ყველაფერზე ჩალახოცა ცეკვამდა აღარ ჩემ ეხლა ის მინდა სოფოს ისტორია არის ეხლა ვიცით რა ფეხბურთი როგორი აქტუალური ამ კვარაცხალობით და რა ვიცი მაგარი ფინალიც გველოდება ძალიან ჩემპიონატის და რაღაცაზე საუბრობთ გადაღებაზე და ესეთი ისტორია მოყვა ნუ და აი მინდა მოყვე შენი დამოკიდებულება ფეხბურთი მიხვდები ყველა აბაგისმენ ძალიან მოგვენატრეთ და ძალიან გვიხარია და მე პირადად ძალიან მიხარია რუსთავი ორზე ვართ ისევ საღამოსაც საათზე და როგორც იქნა დაუბრუნდით ჩვენ სახლს ეხლა რაც შეეხება ისტორიას, ხო? მე და ფეხბურთი ძალიან ისეთ დამოკიდებულებაში ვიყავით თავიდან, რა. ეხლა კი ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ვარ და გავერკვიე ყველაფერს. ფეხბურთიც მაგას ამბობს სულ. ხო, ვიცი, მომივიდა ხმები, ხო და ერთხელ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის საგულშემატკივროდ წავედით მთელი ესეთი სამეგობროს დიდი რაზმი ლოკომოტივის სტადიონზე, სადაც იყო ძალიან გადამწყვეტი მატჩი. და ვხედავთ, ნუ სავსეა დარბაზი კი არა და ტრიბუნები მოკლედ სტადიონის და
მიდის გაცხარებული თამაში და ხალხი როგორ ქომაგობს, ზოგი იგინება, ზოგი რაღაცა, ნუ აი ეს ბუნებრივია რასაკვირველია და ძალიან მრავლად მესმის აი ესეთი, ნუ როგორ ჩანს იძახიან რომ გოლი, ნუ ხო ბუნებრივია და ანუ მე რატო ჩავთვალე რომ რაღაცა სხვა რაღაცას იძახოთ და ჩემ მეგობარს ვეუბნები რომ კაცო ვინ არის ეს გოგი მეთქი? ყველა მთელი ტრიბუნები მაგას გულშემატკივრობენ. ისეთი დავიცინე. გოგი, რატოღაც მეგონა რომ ვიღაცა გოგის გულშემატკივრობდა მთელი ტრიბუნა და ნუ აი მის მერე უნდა წაიყვანო საგულში. აიტა ერთი გამახსენე და უცბად მოვყვები რა. კარგი ხარ ბიჭო ბალღი მივიდაო მეგობარი მიყვება რომ ჩვენი სოფლელი ბალღიო მამამის მიადგაო რა რომ მამიო აეგრე შრება თან როგორც არის რა ჩვენ რო გიყვარს ხოლმე აეგრე თითითა ეგრე რა 20-იანი ღვინო წავაგეო ჩასაბარებელი მაგ თავანი მაქვს ეს გაგიჟდა ბიჭო 12 წლისაა ბალღი ეხლა რა თავანი შვილო ხო არ გაიგიჟდი ფიქრებშია ეხლა სეკაში წააგო ნარჩი წააგო კარჩი წააგო რაში წააგო არის ვაიმე გაგიჟდა მომს რაში წააგე შვილო აი ფეხბურთზე ცოტა მეეშვა ვის ეთამაშეო არავინეო ლოთი ბონდო იყო სპირტავანო და ჭაჭიბურნა ჯემალაო აი ოლა თხლაფა გაადინა პირდაპირ მე შენი დედა ეგელი ღვინი გულითვინ მანჩესტერ მოუგებე მაგას ფეხბურთი ღვინოზე როგორ ეთამაშა ეგელი ღვინითვინ მანჩესტერ ესე იგი ახლა რა მინდა რომ ვთქვა რატი სხვათა შორის რატისთან მინდა ალავერდი ვიყო ბატონი რატი სულ ახლახან ერთი დღეა ფაქტურად რამოდენიმე საათია თურქეთიდან ჩამომზადა ქართული არის მის მერაბა რატი Ana Joris Festival. Çagentala. Festival. Merhaba. Deda mere თურქულად ვეტყვი. Ana Joris ratis როგორც ის ქორეოგრაფია და თავის ბავშვები ყავდა ანსამბლი წაყვანილი თურქეთში, სადაც პირველი ადგილი აიღო და მიულოცოთ ოჩაღ რა. რამე ხო არ მოხდა ისეთი იქ. შეეჩერა სიმღერის ფესტივალზე. სიმღერის ფესტივალ. სათაშორის მეც ეგ დამირეკა რომ მითხრა რომ აი პატიკო პირველი ადგილი ავიღეთ. ცოტა უხერხული პაუზა იყო და რატო გაჩვენდნენ და მე თქვი რა ვიცი ხლა თურქებთან აიღებდი პირველად. რასაუბო ქართველები იყვნენ მაიმუნო ქართული სიყვარული. მოგეთ პირველ რიგში მადლობა მინდა მაყურებელს ჩვენს ერთგულ მაყურებელს მადლობა გადაუხადო იმ ხარდაჭერისთვის და გულთბილი სიტყვებისთვის, რასაც ისინი ჩვენთვის უკვე ითქვა. არ ზურგავენ და არ იშურავენ და ასევე მადლობა მინდა რუსთავი ორის ხელმძღვანელობას გადაუხადო, რომ ჩვენი ეს უნიკალური სერიალი და უმაგრესი სერიალი ნამდვილად დაბრუნდა თავის ადგილზე და მადლობა მათ. რაც შეეხება ეხლა გასტროლს ანსამბლმა მართლა წარჩინებით გაიარა გასტროლი პირველი ადგილი ავიღეთ და მიულოცავ ყველა ანსამბლის წევრს ამ გამარჯვებას და მოხდა ესეთი ფაქტი რა ძალიან მაგარ სასტუმროში ვარ დაბინავებული 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მომსახურეობა არის უმაღლესი დონის და წერა ნიკა მაგნიშა რომ მე თურქული კარგად არ ვიცი და მე ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე სადილის პერიოდია და სადილს მივიტვეთ რა და მოგვიტანეს წვენი და ხოშო მოგიდა ახლა ჭიქას ხელი ნუ მიაყოლოს საჭმელს და წვენი უნდა მიიღოს რა ამ დროს მოდის ბაბოჩკით ესე თურქი ოფიციანტი მომსახურე პერსონალი მოსავლეს ეუბნება ჩემსას ჩათლახ ბარდაკ ხო სვანურხაზე წავედი მურისკიც ავწდი და რამე და რაც ეუბნება ჩათლახ ბარდაკ მე მგონა ჩემს მოსწავლეს ახლა ლანძღავს ახლა ეუბნება და კაი რამეა გავეკაჩე რა წავიდა ისეთი და ეხლა მე შემომიტყვია და ჩათლახ ბარდაკ მე მეუბნება და მე ვარ ბიჭო ჩათლახი მოგე წავიდა იქ სვანურ თურქული ჭიდაობა მოგეცელებათ ბაბოჩკა ძის დავარდა და თურმე რას ნიშნავს თურქულად არის ჭიქა გაბზარულიაო რა ჩათლახ ბარდაკ და მე მიფიქრდება და მე მგონა ლანძღავს რა
მოგეთ სპეციალურად რუსანიშნავს არ უნდა იცოდე გა. წეგან არ ვთქვი სპეციალურად რატი ეს გასტროლი ფესტივალი შარშან იყო და ახალი გამოსულია და დაჭამოვიდა. ერთ ისტორიას მოყვები. ეხლა ამ რამოდენიმე დღის წინ მომიყვნენ. რაჭაში მოხდა ესეთი ამბავი რა. ოჯახის უფროსი სახში არის, შესული ტელევიზორი აქვს ჩართული და ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები ეზოში რაღაცას ამზადებენ, საგაზაფხულო მუშაობა მიდის რა და ამ კაცმა ნახა ტელევიზორში გადის რემბო. ფილმი რემბო და ნახა რომ ეს ტიპი კაი ძლიერი ტიპი ჩანს რა და მოეწონა რა, თვითონ რემბოს პერსონაჟი მოეწონა და რა გააკეთოს. ახლა წავიდა აივანზე და ეძახის ცოლშვილს. ამოდით და ამოვიდა და ეს ცოლშვილი დასვა ესე და ტელევიზორს აყურებინებს და ეს რემბო ახლა ბოლოსკენ გადის რა და გარნიზონში შედის მოკლედ ეს რემბო და თელ გარნიზონს ააფეთქებს ყველას დახოცავს და გამარჯვებული გამოდის მარტო ერთი კაცი რა ეს რემბო და ესე მტვერს გადაიფეთავს რა იმაზე რა და დავთავრდა ფილმი და ყველა არის ესე მიშტერებული ტელევიზორს უყურებს და ეს რაჭველი ადგა და ეგა ვარ მე გეგე გისვენთ მიხადა თავის გოგო ჩაჟდნენ ზამთარია ყინვა ვოლგა ყავთ ვასტაძინი წარმოიდგინე ეხლა იმის გათხოვა გახურება ამაზე ზიან ეს ყინვაში იყავ ვაფშე ყინვა გავიდე ერთ შვილი ეტყე მამიო რატო არ მივდივარ თუ და მანქანას ვათმობდი რითი მამ კითო ესე იგი მართლა ისეთი აბავია ნონა ჩემო კარგო რო აკაკუნი თითებს ღელა უკვე ჩემამდე ხო უკვე გადავთვალე ხო და მინდოდა რა ორი სიტყვა გეთქვა შეც რაც გდიბავს ორი სიტყვა რა არის გიგი რითაც დაიწყო იმას ვიტყვი მეც რომ მაყურებელით რაღაცა გარკვეული რაოდენობა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი მაგრამ წუხდა იმის გამო რომ ამ არხს კომედი არხს ვერ იჭერდა და სადა ხართ რა როგორ უნდა გიპოვოთ და აი ამის გამო და ეხლა აი ძალიან გახარებულია მაყურებელი მაგრამ ჩვენზე მეტად არა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი და მადლობა ისევ რა თქმა უნდა მაყურებელს და მადლობა იმ ადამიანებს ვინც ეს გადაწყვიტა და დაგვაბრუნა თავის ადგილზე ის რაც არ მithქვამს მაგრამ სულ ყოველთვის მინდოდა რომ მეთქვა პაატა პირადად შენ მინდა გითხრა მადლობა იმის გამო რომ ძალიან დიდ мотиваციას აძლევ მსახიობებს და მადლობა ამისთვის. მე ხლა ერთი ლექსი რო წავიკითხო თუ შეიძლება. დიდი სიამოვნებით. საინტერესო. რო ავკი თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ბიჭებმაც შეიძლება რაღაცაც გამოგაყოლონ თუ ნახეს. და თუ კი აპლოდისმენტები მაროს. მანანა ჩიტიშვილი, პაპის ნათქვა. წყაროზე ვიყავი. ლაფანი დავალდე. წერილს კითხულობდა მარტიან თლელაო. რაც ქალაქს დავედი, ბალღი იწერება, სულ ყველა მენატრება. ყველაო. ჭედლიანთ გოგოც ეგრე იწერება. მახარეს ბიჭიც ციპრუ აგენა. გვაგონდებაო, გვენატრებაო. აკარგები ყოფილან, უყურე შენა. ვითომ და დარდით არ არიან, მაგათ გულზე ბოღმა არ დაგორდება. აბა, ებარი მააგონდეთ. აბა, ეთოხი მააგონდეთ. აბა, ეცელი მააგონდეთ. სულ რომ ყვავილები აგონდებათ. სოფლური, პურის სუნი ენატრებათ. განა ის, მზეში რომ ყადაც მკიან, სხვისი მამკილი და გამამცხარი, ჰო, რატო არა, კარგი კია. ვენახი, მარტო ღვინო თუ გონიათ, ქვევში ჩასხმული რომ მაიხმარონ, საქმე იქით იყოს, აბა სადონ, დღეში თითოჯერ, ბაზებთან მაიხარ. ბალახს ნატრულობენ, თითქო იმისა, ზედ გაიშხლართო და მაისვენო. ბალახი არ იყო, თიდან რომ მაქონდა, ვანოს დაეცა და დაიტანა. აბა, ის ბალახიც გაიხსენო. ბებერი ხარისა,
განიცახნავენო იმიტომ თუა სოფლებს რომ ჩვენ გვანდობენ ვაზი გადახმაო კერა გადაქრაო გაზეთში ლამაზად ხომ დარდობენ მაგრა იყავითო იქიდან გვარიგებენ რამდენი სიტყვებია რა გოდება ხვალ აი ახუებს ვინ გაიტეხს თორე ხვალ აი ნაფუძრებს ვინ დაითეს თორე განჩენ ძაღლები მარტო ყვავილები აგონდებათ ბრავო ყველა სახიობს აქ თავისი ბედი რაღაცნაირად ასე ხდება ხოლმე აი მოიცა ეს მე რასაც გთავაზობენ იმას თამაშობ და იმას აკეთებ და მიდის ეს ცხოვრება ეს არ არის ქალბატონი დიახ ესეა რას გვეტყვით მადლობა მეც მინდა უთხრა რომ გადმოვედით რუსთავი 2-ზე და გახარებულია ჩვენი მაყურებელი ვინც როგორი ცეცხლოვანია როლში და როგორი მშვიდია აი მე ერთ მონოლოგს წავიკითხავ ცოტა ამ სიცილის შემდეგ კი ცოტა ის არის დაგამძიმებთ მაგრამ ვეცდები რომ დიდი სიამოვნებით ისმა ვინ ვართ ჩვენ რა ხალხი ვართ არ გვემღერება უმღერით არ გვეცეკვება ცეკვავთ ასე რომ ხშირად ლუკმა პურის მაძიებელნი ხანს გაწყვეტილნი დავეხეტებით ხანსად და ხანსად სპექტაკლის შემდეგ ბრუნდები შინ ჯერ კიდევ ყურში ტაშის ხმა გესმის დიდ ლამაზ თაიგულს ლარნაკშიდებ და მაშინვე ცხოვრება თავის თავს გახსენებს სახლი დაულაგებელია, ხვალინდელი სადილი გასაკეთებელია, ოჯახის წევრები გებუსღუნებიან და დგახარ. ნეტა ვიცოდე, რა ძალა გვადგას. რას ვიბრძვით ამ ახალი როლებისათვის? თეატრში სასწაულები ხდება. არ ვიცი რატომ ღვთიური თრთოლვა დაგეუფლება, თრთოლვა სამ უნეტარესი და მაღლა მიგაქანებს. უნდა ითამაშო ყოველნაირ ვითარებაში. ერთ შვენიერ დღეს კი წახვალ შენგან აღარაფერი დარჩება. ყველაფერი შარშანდელი თოვლივით ქრება. Bravo! აი ეგარი ეს არის ჩვენი ცხოვრება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის, სანამ ჩვენ ასე ვთქვათ დავემშვიდობებით სიმღერით. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს და უთხრა რომ ესე იგი 16 მაისს ამ შაბათ-კვირას უკვე საღამოს 10-ზე კურიერის მერე რუსთავი 2-ზე იხილავთ მიხოს და მაროს და აქვე ჩემო ნიკოლოზ ყველა სახელით, შენი სახელით, ქსოვრელების სახელით, ერის და რუსთავი 2-ის სახელით დიდი მადლობა მინდა უთხრა დათას რომ დღეს გაიხარჯა, მოვიდა და დაიხარჯა დადო ყველაფერი და ხარ გამიფერა და მადლობა გადაგრია. რამ გადაგრია. კარგი, დღეისთვის სულ ეს იყო, ახლა კი ჩვენი საფინალო სიმღერა.